2026 წლის წვიმიანი გაზაფხულის მიწურულს გორში კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე დაიწერა ნინო ელიკაშვილის და თემო მაღალდაძის სალონურ სახლში. ქალბატონი ნინო წლებია საოცარი მონდომებით აორგანიზებს სხვადასხვა სფეროდან უნიჭიერესი ადამიანების შეხვედრებს საკუთარ ოჯახში და უმშვენიერეს დაუვიწყარ მომენტებს უტოვებს ქართულ შემოქმედებით სამყაროს. ამ დღეს კი ნატალის სალონი და ნინოს სალონის ფიქრობ საბედისწეროდ გადაეკეთა ერთმანეთს, რათა მერე უფრო დიდი და ლამაზი დღეები დაიწეროს. სვეტი ცხოველი ხანძთა ვარძია და ის time it's running past. We race the sun, no time to stray. Burning bright, we light the day. Through the fire, come with me. Keep the rhythm all the way. Tick loud, the world won't wait. Every step decides our fate. Hearts on fire, no room for doubt. In this race, we're breaking out. We race the sun, no time to stray. Burning bright, we light the day. Through the fire, come with me. Keep the rhythm all the way. ვინმეს თუ გაინტერესებთ ნამდვილი შეფოვრის დანების ნაბორი როგორია? აი მონადირისგან არ გასხვავდება. აი ნახეთ ტყავ. თვითონ გაგაცნობთ ეხა დარწმუნებული ვარ ამის პატრონი გაინტერესებს. და რა ლამაზი შეფუთვა აქვს ნახეთ მოხერხებული. ამ ჩანთის ავტორი არის თიკო დაამაგარი გოგო რუსთავიდან. სასწაული მოფიქრება. იდეა თქვენი იყო? ხო, იდეა ჩემი იყო და იქ რუსთავში მოდუსში კოლეჯ მოდუსში ვასწავლიდი მაშინ და ჩემო სტუდენტებმა გაიგეს რომ ჩანთა მინდა და როცა მივედი პულს გადასახდელად თიკო მითხარ ვენი ჩანთის პული გადაიხადე. თქვენმა სტუდენტებმა და ეს თვითონ სპეციალურად დედა მოგითხა აქედან შემაგა და იდე აი პრაქტიკული და მოხერხებული აი მართლა ეხა მე დიზაინერი ვარ და აღმავთოვანა ამ იდეამ ნამდვილად დაძოლების ეფექტი და ასე შემდეგ. დიანა გაიცანით? ხო, სხვა ჯერ დიანა სამეგრელოდან და ჩვენ მის მომზადებულ ელარჯს მეგრული ელემენტები შეიტანე ალბათ დიანა ხო ამ ყველაფერს მეგრული ელემენტები შემოიტანა ხასიათით ცეცხლით ცეცხლით ერთდროულად. აჰა, აი ესეთი აღნიშნოთ როგორი ძველებური სამზარეულოა ესეც მეორეჯერ გავსილება ნინოს სამზარეულოში როგორი ორიგინალური სამზარეულოა ეს უნდა აღნიშნოთ. ორიგინალური პრაქტიკულად მეშინია რამე არ გამეკრას იმიტომ შენ რა აღუძე 300 და ასე შემდეგ რაღაც კაი ცოდნე თქო მან 60 ექსპონატებია და მან როგორ ხენდა აჰა ნამდვილად სახში ვარ ქალბატონი ნინო მოდით ახლა აქ თქვენ მოდი გედაცო აბა წარგვიდგინეთ ქალბატონი ნინო მე რო შემიძლოს ნინოს დავუდგავდი ძეგლის გოლის შემოსასვლელში და გასასვლელში საოცარი ქალბატონი ნამდვილად ეხლა ჩვენ პატრონი კი ხო ხო დღევანდელ სუფრაზე ხო მუქანდა კი ხო ეგ მოიყოდა შენ ძუსტი გამოვიდა ნამდვილად ნატურად რო დაწყით ვაყურებით ქალბატონი აი ესეთი ლამაზის
სივრცის ავტორი არის ქალბატონი. რომეს აი დამჯერად თუ ესე გიყურებთ პირადად. ეხლა მე გეტყვით მგონია რომ ისევ ტელევიზიიდან გიყურებთ და ის პატივს გცემთ რა. მადლობა ძალიან დიდი და მხარი მტკია მომიჭირეთ და რომ მიყვირეთ მიხვდებით. მე მომიჭირეთ. ხარი რომ დიდი მადლობა თქვენ არასო. ხარი აქ მოტეხილი დიდი ხანია. დიდი მადლობა რომ მოგძალდით და გვეწვით. მე მოკედელე ვარ. ისე რომ ჩვენი ყურძნის მოპარავი ვარ მე მოგიყვირებოდე. მაგის და ხალი ცხოვრობსო. ყურძნის ვედრით გამოგატანია. აბა როგორ მოგწონთ გარემო? მიუხედავად იმისა რომ მე არ პირველად ავარ ყოველ ჯერზე და ყოველი მოსვლის შემდეგ ახალ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე და ახლაც ახალი რაღაცა აღმოვაჩინე ჩემგან მარჯვენა კუთხეში ტრენდი მიდის დავა მატრიცაზე იქ 4 დათვი როა ხო? აჰა, ხო. იქ 4 და ჩემ ბავშვობაში ყოველ 3 დათვი იყო და საიდან გამაგრა უცნობილესი თელ ბებია ბაბუას კიდე ეგ ნახატი ყველას ოჯახში და ეხლა არის 4? 4 ახალ იმიაში რომელია ჩამატებული? აი დიდი დიდი არის ჩამატებული. დედა დათვი. აა. ის 3 დათვი იყო ესე მახსოვს თელი ბავშვი და დაარქვით აბა ამ საღამოებს? ამ საღამოებს მე დავარქვი ნინოური საღამოები, იმიტომ რომ შევხვდი ქალბატონ ნანა ცინცაძეს, რომელმაც აგვისტოს 9 დღეს სასწაულებრივად ლამაზი ლექსები წაგვიკითხა. ძალიან კარგი. ნინოური საღამოები. რა კარგი. როგორი ლიტერატურული რაღაცა ის არის, არა? კაი სათაური. ზედმეტად ეს აქვს წერალი რომანის. ლაშაური საღამოები და იქიდან ის ეს. ამიღე დავესესხე და მე დავარქვი ნინოური. ისე ნატა შენ საღამოებს რა შეიძლება რომ მე ისეთ სახელი მაქვს, მასე ვერ დამთავრდება. ნატაური არ გამავა. როგორ არის? შენ ხატა რაღაცნაირი კაბა გეცვაო, შატაურიო თუ როგორ აი ხა მაგ სიტყვაზე გამახსენდა კოლონკელიძეს ეუნება. ბინო საბას უხანის ბაბერი ტორი გონიოს კედლებს გზნებად ატყვია სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ რახმალი დაგცემს ანდა რატყვია ყდაზე გაწვება და გააზმორებს ბებერი ნისლის წყლიანი ეს სისხლი გქონდეს ეს სისხლი თორემ აქ ნამიცარის ნაყერწყლიანი ღრმას და ღონიერს ჩავყურებ მორევს ზღვიზარიანი მეხლება ზვირთი ეს ჯანყი გქონდეს ეს ზავთი თორემ რამდენსაც გინდა ნახავო და იტყვი ბალახებს ჟვავებს, წვიმებს და თქორებს, მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან, ქუსლში ეკალი ფეთქავდეს თორემ ვარდი, წაიღონ რამდენიც უნდათ ციხის ნეკნები, ჟანგი თუ ყორე, ტრის თუ მოყარის კერძია, მუდამ სულში ვენახი ყვაოდეს თორემ ღვინო, ტალიონ რამდენიც უნდათ, ცა არწივის, გორები ქორის, შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს, ეს მიწა გქონდეს, ეს წყალი თორემ, სხვა დანარჩენი იქნება, ჩვენს მიწას გაზგავ.
შესანიშნავი შესრულება იყო. მართლაც. თავის კილოში, თავისი მელისმერის ის სიმღერით დღეს საქართველოს მოდი გერაჩი გადა არავინ არ მღერს. ჩემთვის მოსაწოდე არ ვიცი. Bravo, bravo. აკომპანიმენტი მელისმერის სიტყვის გაიგე, ამას მაინც დაუჯერე მე ვარ მიზერე. გახსნა ემოციის ვიხება. პირველ ადგილზე სიტყვებია და მე მელოდიას ნახე ეს დრამატურგია და ეს არის ნამდვილი ქართული ნამღერი. ასე უნდა მღეროდეს ქართველები. შენი ხმა აღარ გავიგო კოდე. გალამაზებული მუსიკაში. მე ვთვლიდი ჩემს თემურას ციკლურ გასწავლ ადამიანად ამ საქმეში ქართული სუფრის აკადემიის საქმეში და მასთან ერთად მათთან ერთად აი მისნაირი ბიჭების გვერდით მან მასწავლა ბევრი რამე და ერთი რამე რაც ვისწავლე რა იცი
ის რაც ჩვენ თქვი ქართული ტრადიცია ყველაფერი არის პოზიტიური და ხარისხიანი და კარგი. აი ბოლომდე ღვინის ჩასმა და ეს ამაში ეს არ არის ჩვენი ტრადიცია. ბოლომდესმა და არ ყოფილა თურმე. ეს ყოფილა სხვა ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნების ტრადიცია და გადაქცეული ღვინო იქიდან აქეთ ეს ნდობისა ეს ყველა ამ მთელი ფენომენი იყო ფენომენია ყველაფერი. ჭიქას რომ მივიჭახუნებ კაცს და გადაქცეული წვეთი იქიდან აქეთ. ეს არის ჩემთვის ტრადიცია ნდობის ხარისხის კაც რო ჭიქას მივიჭახუნებ და ძმას რო დაუძახებ მე აღარ შეიძლება იმ კაცთან უკვე უარყოფითად სტუმარ მასპინძლობა. ეს მოშამული რო არ იყოს, იმიტომ უჭახუნებია რომ ერთ ნდობის მომაგას ვამ ნდობის მომენტს იძლიერებ იმის წვეთები სიმღერის მასზე მეტია. მეცემას გარეთში ვხვდები, შენ მუდამ ისე ხეტიალს თმაში იღვრება თქეშიდან მეცალებს ხელდები, კაბაში შეძრა ქვეშიდან წელზე მუქრია ხელები, ცისარტყელაზე მარწია, ბრუნლიჩები, როცხემლები, მეტაბი ვისი ბრალია რომ სალერსო ხელდები, ისე შემიჯდა სხეულში რომ დამავიწყა რაც იყო წიმა, მამრია გრძნეული დღეს სარეცელი გამიყო. Bravo! Კარებს ეხეთქება ქარი, მახსენებს სასურველ სტუმარს, ვერი ნაგვიანებს დააღლის ქარიკი ვერ მიტას დუმარს, რაღაცას მიყვება გიჟი, არესის სტადია ვატყობ, საცაა მოყვება ყიჟის, რადგან მოფერებას ნატრობს უბეში მიძრება ქარი, თმაშიც გაიყვარ და უცებ, ვაი თუ მოვიდეს ქმარი, როდესაც მისვდება ტუჩებს, ვერიტას ტყვეობას ლოდის, ქუჩაში გაიჭრა ქარი, როცა მოგენატრო, მოდი, ისევ შემოგვიჭე ქარი. ქარის თემა გქონდა ისევ ქარი. გავარ ქარში. ვიოლინოს ხმების შორი მატყუებს და სულისკილის უერთდება. ვიოლინო მარტო უკრავს, მარტო მგონი გიჟი ხარო მომაძახეს უმეცრება. მოვისპერავს, ჩემი წრები დავასველებ, ვიოლინო მეფერება თითქოს ხემი და ვინც უკრავს, კიდევ ერთხელ გავახსენებ იმ თითების წყობაში ვიმყოფები, ვინც აჟღერებს ვიოლინოს ისე თითქოს თიქშიც იწვევს სიყვარულის აგონიას, ერთი ღამე მისახსოვროს, გულში ყვინი, გაიგონოს არ გონია ხან სივრცეში იკარგება მინაღლული, ხანაც ანთებს ონებიანი ცეცხლის კოცოს, მახსენდება დაკარგული სიყვარული, სველით მეբი ბიჭმა უნდა დამიკოცნოს, გრძელ თითებში მოაქციო ჩემი სახე, ისიგებოს რაც არათროს არ გქონია და იცოდეს რომ სიცოცხლის ბოლო წამებს ვნების ერთი გიჟი ღამე გახყოლია ქარში ისმის ვიოლინოს ხმების შორი დღეს რექვიემს დირიჟოროს ბიჭი გონი Oh
შენ სისხლო ჩემო სისხლო ხნიერო დაუცხრომელო დაუცნავრო საბედნიეროდ ჰაირო ისევ ხმაო მე ამ ოჯახში ბიოლოგიურად დაკავშირებული და ყოველთვის თავს ვადევნებ სოციალურ ქსელებს და თვითონ თქვენი შეკრება ის ამ ოჯახში გრიბება ზეპირად ვიცი ვინ მოდის საძის გასაკეთებს ვაზრებს და ალექსაილოსის ტექნოლოგიები რა თქმა უნდა აი ზეპირად ვიცი და ყოველთვის ხული წყდებოდა ხოლმე აქამდე ვერ მოდიოდი და დღეს როგორც იქნა პირველად მოვიდი ამ ოჯახში და მე მინდა რომ ამ ოჯახს მოვეფერო თვითონ სტუმარს მასპინძელს კედელს კუთხეს ამ ოჯახს დავუოცავ ტრადიციებით იმ სიწმინდით და იმ ადაწესებით რაც ჩვენს ქართულს გაგვაჩნია აი ნებისმიერ სიტყვაზე ჩვენ ვლოცულობთ ეგრეა რა რა თქმა უნდა ლოცვას გავამოწმოთ ერთმანეთს მოკერებას გავამოწმოთ ერთმანეთს ჩამოყრა ცნობილი არიან რომ ძირითადად სადაბრძოლოდ მოიყვანენ მანამდე უწყდნენ ალექსებს და სხვა თოლებს უწყდნენ და იქაც რა დააშავა შემაცულმა თუ კაი გულს გიყვარს ისე ეცალი უწყდა იმასაც და იყოს და ეხლა ლექსი შეიძლება ესეთი მაღალი კლასის ვერ იყოს მე ახალგაზრდობაში ლექსი მაგრამ ისე გულწრფელი ნაბიჯია შეგიყვარებდი და უყოვნებლი რომ არ მიყვარდე უკვე ძალიან ცხოვრებით გზაზე გაგიყოლებდი და გაგიბამდი მუდმივ ალიანსს გაგაღმერთებდი თუმცა შევცოდა მაინც გახლავართ უკვე ცოდვილი უნდა გამიგო ახლა შენც ცოტა იგრძნო ოცნება გამოზომილი ნუგან რისკდები რაც უკვე გითხარ მის კვლავ მოსმენას თუ ვერ ეწყობი რომ არ დაგესვა არასდროს კითხვა იგივეს მაინც ხშირად გეტყოდი შეგიყვარებდი მთელი არსებით ფეხის ტერფიდან კისრის მალამდე გაგაღმერთებდი მე სავსებით რადგან სიყვარულს ვერ დავმალავდი შეგიყვარებდი ლექსად და თხრობით და რადგან მინდა გული გაგიყო დაუყოვნებლივ ცოლობას გთხოვდი უკვე რომ ჩემი ცოლი არ იყო ძალიან მაგარია რა სერჩი ამ ლექსს უკვე რა ჩემი ცოლია სიმღერა ცოლი არ იყო ჯაბა თოვლი რომ გათო შემიგდიხერია წინა რომ გაწვიმ შემიგწერებია საზეგანავა შორუგება სარობი ზომოს ვანი დამევესო ვერი მოხრიო მოვესუ გორება მოვეფეროდა მოვეარეროსო საისასულას ისლების ხოარისა საისასულას
ჩაკიდეთ კაცებო ქალებს და აედევნეთ ლამაზად ქუჩებს თუ გინდ ზამთარი მზის ხილებს კლავდეს თოვდეს ან ქუხდეს გადმოსულ სითბოს ხელიდან ხელში გულიდან გულში ტანიდან ტანში მოყვება ზე და სიყვარულის ფერყვავილებს გაშლის ხელი ჩაკიდეთ კაცებო ქალებს გზაიდოს ახლან თუნდაც შორი ცხოვრებას უდრის როცა მოდიან კოლგის ქვეშ ორნი და როცა უყვარს და როცა გრძნობენ რა ადვილია ღრუბლებში ცურვა შეყვარებულებს მეგობრებს ცოლებს სჭირდებათ სრუნვა როჟანელიო კაცებო ქალებს ავარია კაცებო ქალებს და რა კაცებო გამას მოგორბეთ ცნობილი ვაჟამშალას ავტორი ჩვენს წინ ზის სუფრაზე. აი ბატონიდე. ასეთია ჩემი ცხოვრება იანვარს მოძმედ არ ვეძნელები მაგრამ მემოდა მემახსოვრება შენი თოვლივი თალი ხელები ახლა იმდენ რამეს ხედავ წლების წინათ ვერ დანახულს ვეძებ ყველა მოგონებას მივიწყებულს არ დამარხულს მამა ჩემის დაჭრილ შეშას რაიოლად წვავდი თურმე ვეღარავინ ვერ უძღვებით შენებურად მამა ურემს ეს პოეტი ვიცი ვინ არის ენდინემსი წერიც იცით მისი იქნება არ ვიცი ქალია ქალის დაწერილი როგორც ფარველი ეს ღიმილი შემარჩინე თუ ჩემს სხვას არ რასთხო და არაფერს არ რომელი ფიქრებს გარდის ლოდებს მახეთქე
რაო მიდი რა ის მიაყოლე იხდება სხეულს უნების სიფიქრე დილას ამინდის საენძელება ზის კოცნასაბით ვერ დაგივიწყებ და განშორებაც გაბიძნელდება იხდება სუნთქვის ყელში გაჩხერა როგორც ღიმილი ბაგის კუთხესთან იქნებ ჩემს გულშიც შემოგაჩერა თუ ემოცია გაგიუხეშდა იხდება ფიქრის ზღვად დაშვება როგორც ხმაური მიყვარს ენგურის ბედნიერება ხარ ჩემს მაშველად გული სიცოცხლე გადადებული იხდება სულში ყოჩი ვარდები შემოგეხვიო ყველა ალიონს მეტასტაზებად გაგიმრავლდები და სეცის ნამი ერთად დავლიოთ
დგას ფარულ ღალატს მიჩვეული ერი ვაგლა მტერიც რომ არ აკავს შენი შესაფერი მე და იმ დროს დიდ გორიანს შამქორიანს დაბასიანს მილიონი რომ ებრძოდა და უფრთხოდა შენს ესიანს ზურგი შენი არ უნახავს შახინ შახს და ბიზანტიას გაიღიმე თორე მერე ყველაფერი გვიანია კლავდებს ხალხდების მსგავსად თავს ჭრიდებდა თავს იბამდი დები რომ არ ყოფილიყავ გმირი რომ არ ყოფილიყავ ღმერთი რომ არ ყოფილიყავ რასიზამდი ერის სულო გეძებ ორა იშვიათად ხდები 6 ჯერ 100 წელიწადი მოწყალოდ ხდები სანამ მკვდები სანამ კიდევ სული გიდგას ადექიდა გამოკლები სადაც შამოთხეო ფორმატო სამყარო დედასავით გიყვარდება აქ თავი როგორ უნდა იგრძნო მარტო აქ სადაც ისტორია გაცნობს ამჯერს აქ სადაც ასრულობენ ბინადრები აქ სადაც სიცრუეა თავის დასჯა სიცოცხლის ზეიმსაც მოესწრები Padara pocackinte mere tavs xamelma Jamiro verdi dusheno Shenzats neras shemina khavro Esi sarkelats chorsi marples daino Rodela naskalish shimeshen vivata Roman della Mascali Shwinishi Meshendi Bravo. Acompanhamento. Citroën. Gaige, ამას მაინც დაუჯერე მე გვამიძერე. გახსნა ემოციის, ვიხება. პირველ ადგილზე სიტყვებია და მე მელოდიას ნაბერი და დრამატურგია და ეს არის ნამდვილი ქართული ნამღერი. ასე უნდა მღეროდეს ქართველები. შენი ხმა აღარ გავიგო კოდე. გალამაზებული მუსიკაში. თანჩავი.
გააკეთო ყური. I said you can't.
Shall we